საათზე უკვე. მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივიზე გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ რეჟიმის პატიმრებზე ანატოლი გიგაურზე და გიორგი ახობაძეზე, ორივე სხვადასხვა მუხლით ედავება, ასე ვთქვათ, ბრალდება დანაშაულს, სავარაუდო დანაშაულს და სტუმრად გვეყოლება მათი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე, რომელიც დეტალურად მოგვიყვება თუ რა ხდება აღნიშნულ საქმეებში და რა სამართლებრივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. თუმცა მანამ სანამ მე გადავალ, ასე ვთქვათ, ჩვენ სტუმართან და დავიწყებ უშუალოდ რეჟიმის პატიმრების საქმეების დეტალების განხილვას, მანამ მინდა გაჩვენოთ კადრები, რომელიც საკმაოდ სამწუხაროდ მრავლად გვაქვს ბოლო პერიოდში და სადაც ძალიან ნათლად ჩანს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან კანონდარღვევები. თუ გვაქვს შესაძლებლობა, მინდა რომ ეს კადრები გავუშვათ ჩემი საუბრის პარალელურად, ჩვენ აი ვხედავთ ერთ-ერთ კადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ როგორ ექცევა პოლიცია, როგორ ექცევა რეჟიმის სამართალდამცავი თავისუფალ მოქალაქეს, დემონსტრანტს, რომელიც უბრალოდ მოქმედებს აზრის გამოხატვის უფლების ფარგლებში. ასევე ასეთი კადრები არაერთია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას, მათი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, თუმცა სამწუხაროდ ამ დრომდე არც ერთი მათგანის წინააღმდეგ საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მათგანის წინააღმდეგ ბრალი არ არის წაყენებული და ვინ აკეთებს ამას, ვის აქვს უფლებამოსილება, რომ გამოიძიოს ამ ტიპის საქმეები, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ ეკრანზე და ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი გვანახებს ფაქტობრივად ყოველდღიურად. ამის გამოძიების ვალდებულება და უფლებამოსილება გააჩნია სწორედ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ხელმძღვანელობს კოკა კაციტაძე. დიახ, სწორედ ის კოკა კაციტაძე, რომელიც გუშინ ბრიტანული სანქციების ქვეშ მოექცა. იმის გამო, რომ მან ვალდებულებები არ შეასრულა ჯეროვნად, არ იმოქმედა დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად და არ ამოქმედა მისი ინსტიტუცია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუცია. და მე მინდა აქედან ყველა იმ ორგანოს, ყველა იმ სამართალდამცველს, ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელ პირს ვუთხრა, რომ გაითვალისწინონ აღნიშნული შემთხვევები, რადგან ისინი დღეს პასუხს აგებენ საკუთარი ხალხის წინაშე, საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუმცა ხვალ და ზეგ შეიძლება თავად გახდნენ სხვადასხვა სანქციების ქვეშ, მოყვნენ სხვადასხვა სანქციების ქვეშ, იმის გამო, რომ არ ასრულებენ მათზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას. და ასევე, რა თქმა უნდა, რეჟიმები ყოველთვის ვერ იჭერს თავს, რეჟიმი აუცილებლად სრულდება და რეჟიმის დასრულების შემდგომ ყველა მათი მოქმედება იქნება შესაბამისი დამოუკიდებელი ობიექტური გამოძიების ფარგლებში გამოძიებული და დადგება პასუხისმგებლობა უკვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა ინსტიტუციამ, დემოკრატიულმა ინსტიტუციამ დაიწყოს მისი ვალდებულებების შესრულება და არ იყოს იმის იმედად, რომ მათი უმოქმედობა დარჩება დაუსჯელი, მათი უმოქმედობა დარჩება რეაგირების მიღმა. და იმის პარალელურად, რა კადრებიც ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ჩვენს ეთერში დღეს და ასეთი როგორც აღნიშნე არაერთია, ამის პარალელურად ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები, რომლებსაც ედავებიან სამართალდამცველზე ძალადობას და ლაშა უკვე გადმოვალ თქვენთან პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის და მადლობა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც უშუალოდ ამ ადამიანებისთვის, დაპატიმრებული ადამიანებისთვის, ასევე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დრო უდგას ახლა. მოგესალმებით, მადლობას ასევე თქვენს გადაგიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, ძალიან ბევრი ბრალდებულთან მიმართებაში ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო. მესმის რომ დღეს სხვა ფორმატით ვართ წარმოდგენილები,
კონკრეტულად საუბრობ თუ არ ბრალდებულთან მიმართებაში, შესაბამისად მზად ვარ, რომ ეს თქვათ იმ კითხვებზე გავცე პასუხი, რაც მაყურებელს აინტერესებს, რაც ისედაც ვიცით ბუნებრივია, თუმცა გამომდინარე იმ დროიდან, რა დროც დღეს გვაქვს და მე როგორც ვიცი გვაქვს საკმაოდ დიდი დრო, ვეცდები რომ მაქსიმალურად გასაგებად მარტივი, არაიურიდიული და არასამართლებრივი ტერმინებით მარტივად მივიტანო მაყურებლამდე ის სიმართლე, რომელიც სიმართლის გულისთვისაც ეს ბიჭები ხედან დღეს სამწუხარო ციხეში. მოდი დავიწყოთ ანატოლი გიგაურის საქმით, რადგან კადრების პარალელურად მინდა ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ მიზანს სწორედ წარმოადგენს ის, რომ ვაჩვენოთ შერჩევითი სამართალი, ანუ სადაც მართლა გვაქვს რეალურად დანაშაული, იქ რომ არ რეაგირებს სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები და სადაც არ არსებობს დანაშაული, იქ ხდება რეაგირება და ადამიანების დასჯა. მე მინდა პარალელურად ვთხოვო ჩვენს პროდიუსერს, რომ გაუშვას ანატოლი გიგაურის კადრები და დავიწყოთ ანატოლი გიგაურს რას ედავებიან და რამდენად მართებულია ზოგადად ეს ბრალი. პუბლიკას ჰქონდა საკმაოდ კარგი კადრები და ეს გამოვიყენეთ ჩვენს პუბლიკას მასალები. რასაც ხა კადრებსაც უყურებთ, რასაც გიგაურს ედავებიან, აი ამ ფაქტის შემდეგ მომხდარ ამბავს ედავებიან. ანუ ფაქტობრივად ეხა რაც ქმედებას ჩვენ ვნახეთ, ეს არის პოლიციელის შეკრული მუშტით, ხელის დარტყმა, სახის მისამართით, ხო? ადამიანს იმდენად ძლიერად ურტყავს სახეში გიგაურს, რომ ქუდი აწვრა და მეორე მხრივ სახეზეც ძალიან ნათლად შესამჩნევად ეტყობა, რამხელად კევილი განიცადა და ამას რა თქმა უნდა ვაფიქსირებთ ყველგან, ხო? აი ამ ქმედების შემდეგ, ნუ რეალურად ძალიან მოკლედ რომ გავიხსენოთ, ეს არის 25 ნოემბრის ფაქტი. 25 ნოემბერს ეგრეთ წოდებული პიკაპებით ოპოზიციის წევრები, აქტივისტები ფეხით მათ შორის გადაადგილდებოდნენ პარლამენტის მიმართულებით, აი დაახლოებით პირველი სკოლის ტერიტორიიდან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდნენ პარლამენტის მიმართულებით. და ანატოლი გიგაურიც იმყოფებოდა სხვა აქტივისტებთან ერთად და აი იმ მანქანების გვერდით, როგორც სხვა აქტივისტი, მიუყვებოდა გზას და ბუნებრივია რამდენიმე პოლიციელი სრულიად უკანონოდ რაღაცა არანაირი მიზნობრიობით ცდილობდა გადაღობებოდა აი ამ ავტომობილებს, წინ დადგმოდა და არ მიეცა საშუალება გადაადგილებულიყვნენ. არ ვიცი რის გამო ეს, თუმცა ვერ ხსნიან ამას რეალურად პროცესზე და ანატოლი გიგაურს უბრალოდ მოძრავებდა ის მიზანი, რომ როგორც სხვა აქტივისტები, ასევე ის და ასევე ის პიკაპი, ავტომობილი, სირენებით, ხმის შეძახილებით შესულიყო რუსთაველის ტერიტორიაზე და შეერთებოდნენ ერთის მხრივ პროტესტს, რომელიც მიმდინარეობდა სიტყვისა და აზრის გამოხატვის ფარგლებში, ხო? და ეს გარკვეულად ადამიანთა ჯგუფი მიდიოდა მათთან. აი ამ მომენტში, როგორც გიგაური იხსენებს, ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, თავიანთი გამოძიებული მასალებიდანვე ჩანს, დაახლოებით 2-3 თანამშრომელი ადგილზე იმყოფებოდა, რომელთაც ითხოვეს დახმარება, როგორც თვითონ აცხადებენ და დაახლოებით 2-3 პატრული კიდევ დაემატა, ანუ ჯამში რო ვთქვათ 5-6 პატრული ინსპექტორი მეტი არ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ ლოკაციაზე. და როგორც გიგაური იხსენებს, აი პიკაპის გადაადგილების მომენტში საკმაოდ სუსტი აღნაგობის ერთ-ერთი პატრული ინსპექტორი გოგონა შენიშნა, რომელიც იმყოფებოდა მარცხენა საბურავთან და ისე იყო ფაქტობრივად ჩავარდნილი, როგორც გიგაურმა თქვა, რომ რაღაც საფრთხე დავინახე, რომ ამ მანქანას შეიძლება გადაევლო, ან რაღაც დაზიანება გამოეწვიაო რა ამ გოგოსიო და აი აქაც ჩანს კადრებში ძალიან კარგად, აი ესე რომ იწევა გიგაური და ხელის გამოყენებით ვიღაცაზე რომ რაღაცას ცდილობს, აი ამ გოგოზე გადადის, გოგონას მისამართი და ეუბნება გამოიწია არ გადაგიაროს რა ეს სიტყვები არსად არ ჩანს სამწუხარო, თუმცა მათ შორის ამ გოგოსაც დაუსვით კითხვები და რაღაც სრული ამნეზია დაიმართა პროცესზე, რეალურად აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, გადავიდა გოგონასთან სიტყვით, არც რაღაცა ისეთი ძალისმიერი მოკაჩვით, არც ხელის ჩაჭიდებით, არაფერი, უბრალოდ თავაზიანად გადავიდა და გადმოდი აქეთ ეუბნება გიგაური რა და აი ამ მომენტში ჩნდება როგორც თვითონ აღნიშნა რაღაც და წამომყვაო რა, დამემორჩილო ადამიანურად აღნიშნა გიგაურმაც, წამომყვაო რა, თითქოს გამოვიდაო ჩემთან ერთად და აი ამ მომენტში მოულოდნელად ჩდება პატრული ინსპექტორი მეორე, გამორჩეული ძალისმიერი მოქმედებით, სხვათა შორის კადრებში ძალიან კარგად ჩანს.
და აი სრულიად რამიზნობრიობით არანაირი ძალის გამოყენება იქ საჭირო არ იყო გიგაური არანაირ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას არ ახორციელებდა არავის ზედმეტია საუბარი არავის ხელს ურტყავდა არავის ეჭიდავებოდა არავის აგინებდა ყველა პატრონინსპექტორმა ხაზგასმით აღნიშნა რომ არანაირად მათ მიმართ რაიმე ისეთ მოქმედებას გიგაურის მხრიდან ადგილი არ ქონია კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ვერბალურ ფრაზებსაც კი მათ შორის და აი ხდება ის რაც ხდება რაც წეღავ ნახეთ კადრებში შეკრული მუშტით ეს პოლიციელი რომელიც ეგრეთ წოდებული დაზარალებულია ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში ზუსტად აი ამ მიდამოში ძალიან კარგად ჩანს მიუხედავად იმისა რომ ერთი მამაკაცის თავი შუა ვიდეოში ეფარება აი ზუსტად დარტყმის მომენტი შეხების მომენტი ძალიან კარგად ჩანს აი ამ მიდამოში შეკრული მუშტით ეს თქვათ ურტყავს ეს ეგრეთ წოდებული დაზარალებული გიგაურს და ამის შემდეგ აი დაწყების მომენტი, ხელის დარტყმის მომენტი და მის შემდეგ 5 წამი არის ეს ეგრეთ წოდებული ინციდენტი. აი ამ 5 წამში ხდება რა? როდესაც ხელს ურტყავს პოლიციელი, გიგაური გაკვირვებულია ფაქტობრივად და ეუბნება და მარცხენა ხელს კიდეც აი ქურთუქში და ეუბნება რატომ დამარტყი და რამდენჯერმე უმეორებს ამ ფრაზას, რატომ დამარტყი და არსებობს სხვა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ძალიან კარგად ისმის ხმა გიგაურისა და მათ შორის ჟესტიკულაცია პირით, ხო? რატომ დამარტყი ეუბნება პოლიციას და ამის შემდეგ უკვე იგივე პოლიციელი ვინც დაარტყა გიგაურს ცდილობს განმეორებით მარცხენა ხელის გამოყენებით რომ გიგაური ან მოიშოროს ან ხელი კრას ან დაარტყას იმიტომ რომ სისულეში ვერ მოიყვანა ფაქტობრივად აი წამოიწია მარცხენა ხელით და ლოგიკურია ნებისმიერი ადამიანი რომელსაც 3 წამის უკან პოლიციელმა ხელი დაარტყა გრძნობს იმას რომ წამოწეული ხელით პოლიციელი განმეორებით მიაყენებს მას დაზიანებას ხო და ბუნებრივია ნებისმიერ ადამიანს მორალურად, ადამიანურად, სამართლებრივად უკვე ერთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც სამართლებრივი ენით შეგვიძლია გადავთარგმნოთ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ხო? და შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ბუნებრივია იმყოფებოდა გიგაური ამ დროს, როცა იცის, რომ 3 წამის უკან, 4 წამის უკან პოლიციელმა მას ისეთი ძალით დაარტყა ხელი, რომ ტკივილი განიცადა და მეორე მომენტში, როცა თხოვს პასუხს, რომ რატომ დამარტყი ხელი და წამოიწია უკვე მარცხენა ხელით იგივე პოლიციელმა ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა ბუნებრივი აქ საფრთხე იგრძნო გიგაურმა და მარჯვენა ხელით და ეს არ არის შეკრული მუშტი გაშლილი ხელით გიგაურმა ფაქტობრივად მოიქნია და ესე რომ ვთქვათ მოიშორა ვიღაც შეიძლება ამას დარტყმა დაარქვას ვიღაცამ ჩარტყმა ვიღაცამ მოგერიება რეალურად მიზანი იყო ხელის კვრა და მოიქნია ხელი რომ მოეხვედრებინა და მოეშორებინა უბრალოდ რა სახეში მოეხვედრებინა მხარში ესეთი არნაირი მიზანი არ ქონია თუმცა იმ მეორე პატარა ვიდეოში მეორე ვიდეოც ამ ინციდენტს ძალიან კარგად ჩანს რომ აი მაღალი ყელი აქვს საპატრულო პოლიციის ქურთუკებს და აწეული ქონდა იმ დროს ამ გაბუნიას ყელი და აი როცა აწეული აქვს მაღალყელიანი ქურთუკი ზუსტად აწეულ ქურთუკში საყელოში ხდება ეს გაშლილი ხელი პოლიციას რომელიც ამბობს რომ სახის არეში ხო რეალურად შეეხო ქურთუკს მეორე საკითხია მან ტკივილი განიცადა თუ არა ეს არ გვაინტერესებს თუ სამართლებრივ ჭრილში შევალთ როცა აუცილებელი მოგერიების ფარგლებშია ადამიანი თავარია რომ მან არ გადაამეტოს აუცილებელი მოგერიების მართლზომიერ ზომას და პროპორციულად მოიგერიოს ადამიანი პროპორციულად შეეხოს ხელით და ასე შემდეგ თავარი არის რომ არ გადაამეტოს ამ ფარგლებს უკვე მხარზე მოხდა ხელზე მოხდა ლოყაში მოხდა სად მოხდა ამას მნიშვნელობა არ აქვს თუმცა რეალურად რასაც შემდგომში უკვე პოლიციელი წერს რომ სახეში ლოყის არეში მოხდა აქაც წინა პერიოდს ანუ ვიდეოს ნაწილს უშუალოდ ინციდენტის ნაწილს შენ ძალიან საინტერესოდ აგვიხსენი რაც ხდებოდა ვიდეოზე, როდესაც პოლიციელი 5 წამის ფარგლები რაც მოყვევი არის 5 წამში განვითარებული მოვლენა. პოლიციელი პირველი ურტყავს ხელთან შეკრული მუშტით ურტყავს ხელს გიგაურს. ამ ფაქტთან დაკავშირებით თუ არის გამოძიება დაწყებული, თუ არის ბრალი წაყენებული, რადგან იდენტიფიცირებულია პირი, თუ არის გიგაური დაზარალებულად ცნობილი.
გიგაური ეს ფაქტი, რაზეც წეღანყვებოდი, მოხდა 22-30-ზე, ანუ 25 ნოემბერს 11-ის ნახევარზე და გიგაური შეიყვანეს იზოლატორში 26-ში შუაღამის საათებში უკვე გამთენისას, მე 26-ში ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, იზოლატორში მოვინახულე, დილის საათები იყო თუ სწორად მახსოვს და ჩემი პირველი მონახულების შემდეგ უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან შედიოდა უпростоრად ეხა კარგად გამახსენდა, აღვიდგინე, როცა იმდენად პატიოსანი ადამიანია, რომ კარგად მახსოვს პირველად შესვლის მომენტში გიგაური ამბობდა, რომ დაკავების შემდეგაც, ხა დაკავების ამბავი მეორე ამბავია, მაგრამ დაკავების момენტში პოლიციელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ. და მე მეუბნებოდა, რომ ძალადობის მეორე ეპიზოდიც არის. იცით რა არისო, ესა კიო პოლიციელებმა ესე ძალადობა განახორციელეს, მაგრამ ხო არ შევიკავოთ თავიო, ისინი მაინც არ გამოიძიებენო, თან რაღაცა არ მინდაო, რომ ვიღაცას ჩემი. კარგი, საბოლოო ჯამში არის თუ არა გამოძიება დაწყებული? გამოძიება დაიწყეს 26-შივე, ამის თქმა მინდა, 26-შივე გასაუბრების ოქმით, ეს თქვა ჩვენ მიერ მონაყოლი დეტალურად ასახა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებელმა და გამოძიება იმ დღიდანვე არის დაწყებული, თუმცა რეალურად დღეს მაქვს ახალი მხოლოდ ის სათქმელი, რომ გამოძიება არის დაწყებული. ანუ ფაქტობრივად უცვლელ მდგომარეობაში ვართ. გარდა იმისა, რომ ფორმალურად მოიპოვეს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეო ჩანაწერი ჩემიდან მოიღეს, რატომღაც მანამდე არ დაინტერესდნენ ამ კადრებით. პოლიციელის სახელი და გვარი. რა თქმა უნდა, იციან პოლიციელის სახელი და გვარი და აი მარტის თვეშია დაკითხული შუა რიცხვებში. თავად ეს პოლიციელი, რომელიც უტყავს და აქამდე ბრალი არ არის დაყენებული. აქამდე ბრალის წარდგენამდე შეიძლება ერთი ნაბიჯი დაზარალებულად ცნობა, ესე რომ ვთქვა და საერთოდ არ უნდა ჭირდებოდეს დაცვის ხარის მიმართვა განცხადებით, შუამდგომობით პროკურატურას ამის თაობაზე, მით უმეტეს, როდესაც ხელის გულზე აქვს ისეთი კადრები, რაც წეღან გავუშვით და ერთად ვნახეთ, პირდაპირ ჩანს ძალადობის ფაქტი და მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე თვეა მოლოდინის რეჟიმში ვარ და მას შემდეგ, რაც უკვე მომეცა საშუალება მენახა ის მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც უკვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეგროვებული აქვს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, უკვე მივედი მე იმ საფუძვლამდე, რომ არანაირი გზა არ იყო დარჩენილი, გარდა იმისა, რომ მიმართა განცხადებით და რამდენიმე დღის უკან მივმართე პროკურორს, თუმცა ჯერჯერობით არანაირი სახის რეაგირება, პასუხი ჩემს განცხადებაზე მისგან არ მიმიღია. აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, იგივე სტრასბურგის სასამართლოს, როგორც ხალხშია ცნობილი, რომ მიმართოთ. პირველ რიგში დაზარალებულ ანატოლი გიგაურის დაზარალებულად ცნობის ნაწილში. აქ არის რამდენიმე ეპიზოდი. პირველი ძალადობის ეპიზოდი, უკვე შემდგომი ანატოლი გიგაური დაკავებისას ფაქტობრივად არასათანადო ზემოქმედების მსხვერპლი გახდა, ფიზიკურ ძალადობას გულისხმობ პოლიციელთა მხრიდან, ეს მეორე ეპიზოდი და მესამე ეპიზოდი, როგორც გიგაური იხსენებს პოლიციის სამმართველოში, მას იგივე დაზარალებულმა ვინც ეს დაზიანება მიაყენა, რამდენჯერმე ხელით დაარტყა თავის არეში და ამ ფაქტს ძალიან კარგად იხსენებს გიგაური ჩვენებაში, ფაქტობრივად არის სამი ეპიზოდი. აი ობიექტურად რო ვისაუბროთ, რეალურად ჩვენ ვერ ვიხსენებთ, გიგაური ვერ იხსენებს ფიზიკური ძალადობა კონკრეტულად ვინ განახორციელა, ვერ აღწერს იმ პოლიციელებს დაკავების დროს. თუმცა ვიდეო ჩანაწერებით ამის ამოღება სრულად იყო შესაძლებელი, თუმცა ხელის გულზე დევს ერთადერთი ძირითადი კადრი ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვნახეთ, როგორ ახორციელებს ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელი გიგაურზე ხელის დარტყმას. ხო აი ეს კადრი იმდენად ხელის გულზე დევს და ამის მიღმა მტკიცებულებები, იგივე გიგაურის მეგობრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ აი ამ ფაქტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ნახეს, ანუ ირიბი მოწმეები და გიგაურმა მათ უთხრა ამ ფაქტის შესახებ და სიწითლე აღენიშნებოდა გიგაურს სახეზეო, აი ირიბი მოწმეებიც არიან, ერთი ჩვენ პირდაპირ მოწმე და იმაზე პირდაპირ მტკიცებულება რა უნდათ, რაც ვიდეო ჩანაწერებში ასახული, მინიმუმ აი ამ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურორს უდევს ხელის გულზე სისხლის სამართლის საქმე, აი მინიმუმ მხოლოდ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლებელია ცნონ დაზარალებულად გიგაური. და შემდგომ ვისაუბროთ პირობითად სხვა ეპიზოდებთან მიმართებაში და თქვენ მკითხეთ წეღან კითხვა, აი ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის, რომ ბუნებრივია ველოდებით პროკურორის პასუხს, თუ არ მოიწერება ან უარს გვეტყვის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ ზემდგომ პროკურორთან, კანონის დანაწესი ესე მოითხოვს და ამას უკვე თუ ზემდგომი პროკურორიდან უკვე უარი გვექნება, ხელმეორე უარი, ამას უკვე წავიღებთ, რა თქმა უნდა, საგალაქვე სასამართლოში, უბრალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მას შემდეგ რაც ამოუწურავთ ბუნებრივი ამ მექანიზმებს ეროვნულ დონეზე, რა თქმა უნდა,
დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გავუშვებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენს კონკრეტულ საჩივარს. და ასევე მინდა ვისაუბროთ, დეტალურად ვისაუბროთ გიორგი ახობაძის შემთხვევასთან დაკავშირებით. გიორგი ახობაძე არის ძალიან აქტიური მოქალაქე, პროფესიით ექიმი. და ასე ვთქვათ, ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია მას, თუმცა ამის პარალელურად რეჟიმისთვის არასასურველად ის ასევე ადამიანებს ესაუბრებოდა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად და იყო აქტიურად ჩართული როგორც სამოქალაქო, ასე ვთქვათ, აქტივისტი ამ მიმართულებით. გიორგის საკმაოდ მძიმე შემთხვევაა, ალბათ მთელი საქართველომ განვიცადეთ, რაც შეემთხვა მას, როდესაც დედა დაკარგა სწორედ ამ უკანონო პატიმრობის პერიოდში და სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ მის საქმეზე და დეტალურად ვისაუბრებდეთ, ჩვენ ვიცით, რომ მას პროკურატურა ედავება ნარკოტიკული საშუალების შენახვას და შესაძლოა ის დადგეს დგას უფრო სწორედ უვადო თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის აქტიური მოქალაქე თავისი პროფესიული საქმიანობის პარალელურად. რა დეტალებია მნიშვნელოვანი, რისი გამოყოფაც შეიძლება, რამდენად მართებულია ის ბრალი, რაც აქვს წაყენებული და რამდენად იყო საჭიროება და აუცილებლობა მისი წინასწარი პატიმრობაში დატოვების. გიორგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გიორგის სისხლის სამართლის საქმე, ისევე როგორც სხვა 3-4 პირის საქმე, როგორც ვიცი, განსხვავებულია, ვინაიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი ემუქრება გიორგის და სხვა პირებს იგივე კაციას, ხო, კაცი უბრალოდ ეხა გამახსენდა და კიდევ არიან ამდენიმე. ჩვენ მათზეც ვისაუბრებთ აუცილებლად გადაცემაში. ვინაიდან 8-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და გარკვეულწილად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სასჯელის მხრივ არიან ეს პირები, მათ შორის გიორგიც. და ძალიან ძიმია ეგრეთ წოდებული ეს ჩადების პოლიტიკა, რასაც ვერ დავაღწიეთ რამდენიმე წელია თავი და სამწუხაროა, რომ ისე ჩადების პოლიტიკაზე გვიწევს საუბარი 21 საუკუნეში 2025 წელს, თუმცა აი ამ პირობებში ნამდვილად არ არის გასაკვირი, ისეთი რამეებს ხედავთ, იმგვარ ძალადობას ხედავთ, ფაქტობრივად პოლიციური რეჟიმის მიერ, რომ გასაკვირი არ არის განა არ გვიკვირს და 2025 წელს რომ ისევ ამაზე ვსაუბრობ, თუმცა მოულოდნელი არ არის მათგან. რაც შეეხება გიორგის შემთხვევას, თქვენც სწორად აღნიშნეთ, გიორგი იმგვარი სამოქალაქო აქტივიზმით იყო დაკავებული. გიორგის ვიდეოები იმხელა ეს ვთქვათ მასაზე გადიოდა, იმდენი ადამიანი უყურებდა, იმედით ივსებოდა, იმდენი ადამიანი გარკვეულ ცოდნას იღებდა, მათ შორის იგივე ნებისმიერ, ანუ აქციაზე როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ხო? აი როგორ უნდა ემოქმედათ, როგორ დაეცვათ შემთხვევაში, გაზის შემთხვევაში, მხუთავი აირის შემთხვევაში, როგორ უნდა ემოქმედათ, აი გიორგის ვიდეოები გადიოდა 10,000-ობით, არა 100,000-ობით ნახვაზე, გიორგისგანაც ვიცი, პირადადაც მინახავს და ძალიან ბევრი მიმდევარი ყავდა და გარკვეულწილად გიორგის დღემდე აქვს ის განცდა, რაც არტოვებს ეჭვის შეტანის საფუძველს, რომ გიორგის ეს მდგომარეობა, რომ დღეს იმყოფება ციხეში, განპირობებულია სწორედ მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ესეთი აქტივიზმით, რასაც ის ახორციელებდა, ხო, იგივე TikTok-ზე, Facebook, სოციალურ ქსელებში ზოგადად, როგორ არიგებდა, აკვალიანებდა ხალხს და ამის მიღმა გიორგი ფიზიკურად ეხმარებოდა ადამიანებს და არაერთი ადამიანი ეპიზოდი რუსული კანონის პირველი შეტანის დროს, როდესაც მან აქციაზე მყოფი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა. ცოტა შუახნის მამაკაცი იყო, რომელიც სუდად გახდა ამ ხუთავი აირის გამოყენების და გაზის, ასე ვთქვათ, წიწაკის სპრეის გაშვების შემდგომ, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მხრიდან ის შეუძლოდ გახდა, წაიქცა და ეს პირდაპირ ეთერში გადიოდა კადრები, როგორ გადაარჩინა კიდევ ერთი სიცოცხლე გიორგიმ და არაერთი გადაურჩენია მას განსაკუთრებით. აქციის მიღმაც გიორგის მთელი ცხოვრება, ანუ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ყავს მობრუნებული, ესე ვიტყოდი, თვითონც ესე აღნიშნავს ხოლმე, რომ იმედი და ჩაქნეული რო ქონდა ოჯახს, ყველაფერი, ხელი რო ქონდა ჩაქნეული, ისეთი ადამიანები დამიბრუნებია და ანუ გიორგის ეს ვთქვათ, განვლილი ცხოვრება, განსაკუთრებით ეს სამოქალაქო აქტივიზმი გახდა იმის საფუძველი, რა მდგომარეობაშიც გიორგი დღეს არის.
ეხლა გიორგის საქმეში ძალიან დიდი ლაფსუსებია, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჯერჯერობით გიორგის საქმის არსებითი განხილვა ეხა დავიწყეთ, ძირითადი მოწმეები არ დაკითხულან სასამართლოში, თუმცა წარმოუდგენელია, როგორ უნდა ახსნან იმდენად დიდი ხარვეზებია სისხლის სამართლის საქმეში, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოვიდნენ გამომძიებლები და რით უნდა ახსნან ის ხარვეზები, რაც სისხლის სამართლის საქმეშია დაშვებული. გიორგის საქმეზე გამოძიება არის დაწყებული, ეგრეთ წოდებული, მე ყველაფერს გიორგის სისხლის სამართლის საქმეში უწოდებ გაყალბებულს. ვინაიდან პატაკიდან დაწყებული, ანუ პატაკიც კი გაყალბებულია, პირველი ფურცელი, რაც დევს გიორგის სისხლის სამართლის საქმეში არის პატაკი და პატაკის ავტორი იკითხება 9 საათზე, დაახლოებით საღამოს 9 საათზე. ანუ პატაკი მანამდელია. და გიორგის სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელი პატაკის ავტორი იკითხება და ამბობს, რომ ჩემთვის კონფიდენტისგან ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გიორგი პირადადო ავტომანქანაშიო და სახლშიც შეიძლება ინახავდესო ნარკოტიკულ საშუალებას და გიორგის თანხლები პირიცო, მათ შორისო, რომელთან ერთადო გიორგი უნდა გადაადგილდეს ღამის 1 საათიდან ღამის 2 საათამდე, ანუ 8 საათზე. იცოდა რომელი მარშრუტი? ოპერატიულმა მუშაკმა იცოდა კონფიდენტისგან მოწოდებული წყაროს მიხედვით, რომ 1 საათიდან 2 საათამდე, ანუ 4 საათში გიორგი კონკრეტულად მიმართულებას, რა მიმართულებით გადაწყვეტდა მოძრაობს და ერთხელ გიორგის შევეკითხე რამდენიმე დღის უკან პენტენციურ დაწესებულებაში როცა ვიყავი, როდის გადაწყვიტე მეთქი, არაფერი არ მithქვია საერთოდ რომ პატაკის ირგვლივ ვეკითხებოდი, როდის გადაწყვიტე ჩვენ და ლევანმა მეთქი, რომ აი ამ მიმართულებით უნდა წასულიყავით, თქო და აი მანქანაში რო ჩავსხედითო 12-ს გადამწარი იყო დაახლოებითო, აი ლევანმა მითხრა მოდი ესე წავიდოთ, არა მე ვთხარი ესე წავიდეთ, ესე უფრო მოკლიაო რა და აი იმ დროს გადაწყდა რა მიმართულებით უნდა წასულიყო და წარმოგიდგენიათ პატაკის ავტორმა იცოდა კონფიდენტისგან რა მიმართულებით უნდა წასულიყო გიორგი და მისი თანხლები პირი. რა თქმა უნდა ეს პატაკი არის მას შემდეგ დაწერილი, როცა გიორგი შეაჩერეს, ჩხრეკა ჩაუტარეს და დააკავეს კონკრეტულ ადგილას. შესაბამისად გიორგის სისხლის სამართლის საქმეში დაწყებული პატაკიდან დასრულებული ბოლო ფურცლით არის გაყალბებული, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამება არაფერი, გარდა იმისა, რა ნარკოტიკული საშუალება ამოღებული, ჩადებული ნარკოტიკული საშუალება, რა სახეობისა და რა ოდენობისაა. შესაბამისად არავის არ გაუკვირდეს, თუ მე ამ სისხლის სამართლის საქმეში ყველაფერს დავარქმევ გაყალბებულს. და უკვე პატაკის ავტორის კითხვის შემდგომ დაახლოებით 2-ის ნახევარზე გიორგის აჩერებენ თამარ მეფის ხიდის ქვეშ და აჩერებს საპატრულო პოლიცია და საპატრულო პოლიციის გაჩერებისთანავე გიორგი გადმოდის და ამ დროს ჩდება არაერთი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რა თქმა უნდა მათივე ავტომობილებით, ნაწილი მათგანი უკვე აკავებს მის გვერდით მყოფ ლევანს, მის მეგობარს და გადაყავთ რამოდენიმე მეტრის იქეთ და გიორგისთან ჩება დაახლოებით როგორც თვითონ იხსენებს 6-7-8 პოლიციელი, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი აღნიშნავენ, რომ ესწრებოდნენ ჩხრეკას და დაკავებას, ანუ ჩხრეკის ოფში როგორც აღნიშნავენ, ანუ ფაქტობრივად გამქრალია ყველა პირი, გარდა 3 პირის, ანუ როგორც საგამოძიებო ორგანო ამბობს, 3 პირი ახორციელებდა ჩხრეკას და შემდგომში დაკავებას, სხვა იქ არავინ არ იმყოფებოდა და არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ის პატრულ ინსპექტორები, რომელთაც შეაჩერეს გიორგი ახობაძე, რომელიც საჭეზე იჯდა, საერთოდ გამქრალი არიან, ბუნებრივია სისხლის სამართლის საქმიდან, ანუ არ ვიცი რა უნდა თქვან გამომძიებლებმა რომ მოვლენ, ვინ გააჩერა გიორგი, როგორ გააჩერა, რა კითხა, თუმცა რეალურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პატრულ ინსპექტორებს ამ სისხლის სამართლის საქმის მიხედვით გიორგი არ გაუჩერებიათ, გამქრალი არიან სისხლის სამართლის საქმით. ეხლა რომ განვაგრძოთ გიორგი გადახდა აღკვეთ ღონისძიების გამოყენებას, იმიტომ რომ ეს აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში გიორგი ყველას გვახსოვს, რომ ითხოვდა თუნდაც შინაპატიმრობის გამოყენებას იმისათვის, რომ მას ყავდა დედა საკმაოდ მძიმედ და ფაქტობრივად პალატა ჰქონდა მოწყობილი სახლში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული და დედა დაიღუპა გიორგის მზრუნველობის გარეშე. აი სწორედ აქ მაქვს კითხვა, რამდენად იყო ის სამართლებრივი მოცემულობა, სამართლებრივი ბუნებრივია ამ მოცემულობაში ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები, რამდენად იყო თუნდაც ამათ პირობებში სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გიორგი დარჩენილიყო პატიმრობაში, ან არსებობდა თუ არა იმის საფუძველი, რომ გიორგი თუნდაც შინაპატიმრობაში გადასულიყო.
ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუ არ ვისაუბრე ერთადერთ მტკიცებულებაზე, რომელიც აღკვეცე იყო საქმეში. ანუ საქმეში იყო ერთადერთი მტკიცებულება, ჩხრეკა და დაკავება. ბუნებრივია, იქ არ გულისხმობ დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებს, ანუ ჩხრეკის ოლქში სამი პოლიციელი, რომელიც აკავებდა გიორგის და მანამდე ჩხრეკდა, უთითებდა, რომ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება მათ არ შეეძლოთ, ანუ მარჯვენა სანაპიროზე, სადაც არაერთი ათეულობით მანქანა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიდის, თითქოს მათ არ შეეძლოთ გაეჩერებინათ რომელიმე მანქანა ნეიტრალური პირი დაესწროთ. თითქოს მათ არ შეეძლოთ ამოიღოთ ჯიბიდან მობილური ტელეფონი და გადაღება ეწარმოებინათ. და ჩხრეკის ოლქში უთითებენ, რომ ამის ფიზიკური რესურსი მათ არ ქონდათ, თითქოს გიორგის შემთხვევაშიც გადაღებული არ არის. არ ხსნიან არ აქვს. ანუ რეალურად ერთადერთი მტკიცებულება არის ჩხრეკის ოლქი, რომელიც საფუძვლად ედებოდა ბრალს. ნუ აქ მტკიცებულებად ვერ აღიქმება პატაკი, ვერ აღიქმება იგივე ამ პოლიციელების ჩვენება, იმიტომ რომ რეალურად მტკიცებულებად უნდა უწოდოთ ჩხრეკის ოლქს, რომლის საფუძველზეც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ რამდენიმე წლის უკან საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, როცა არსებობს ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა, ვიდეო ჩანაწერის გადაღების შესაძლებლობა, ანუ გამორიცხული არ არის პოლიციელთა ჩვენებით, რომ ამის გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ გააკეთეს, ამ შემთხვევაში ესეთი მტკიცებულება, ანუ ესეთი ჩხრეკის ოლქი, რომლის საფუძველზეც ნარკოტიკული საშუალება, ჩადებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ანუ შესაბამისად ის ერთადერთი ეგრეთ წოდებული მტკიცებულება, რომელიც ბრალის დადგენილების გამოტანის საფუძველი იყო, რეალურად მტკიცებულება ვერ იქნებოდა. ანუ ვერ უნდა ყოფილიყო მტკიცებულება და მოსამართლე, რომელიც განიხილავდა აღკვეთის ღონისძიებას, გიორგის მიმართ პატიმრობა გამოეყენებინა თუ არ უნდა გამოეყენებინა, მას არ უნდა მიეჩნია ეს მტკიცებულება მტკიცებულებად. ვინაიდან პოლიციელების მიერ ახსნილი არ იყო, არც გამოკითხვის ოლქში, რატომ ვერ განახორციელეს ვიდეო ეს თქვა გადაღება, ან რატომ ვერ დაისწრეს ნეიტრალური პირი. მხოლოდ ძალიან მშრალად იყო ჩხრეკის ოლქში მითითება იმაზე, რომ ასეთი ფიზიკური რესურსი მათ არ ჰქონდათ, თუმცა იყვნენ სამი. სხვები კი გააქრეს, მაგრამ სამი, რომელთაც რა თქმა უნდა ჰქონდათ ამის რესურსი. ანუ შესაბამისად ამ პირობებში, როდესაც ერთადერთი პირდაპირ მტკიცებულება იყო ეს ჩხრეკის ოლქი, რომელიც მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი მოსამართლეს არ მიჩნევის საფუძველი უпроსტად ჰქონდათ, გიორგის მიმართ ფაქტობრივი საფუძველი იმისათვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, არ არსებობდა ფაქტობრივად და ჩვენ გარდა იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის არ გამოყენებას ვითხოვდით, რომ ზოგადად დაკავების ოლქი ეცნო უკანონოდ მოსამართლეს, ვინაიდან დაკავების ოლქს საფუძვლად დაედო სწორედ ის ჩხრეკის ოლქი, რომელიც მტკიცებულებად ვერ უნდა და არ უნდა მიეჩნია მოსამართლეს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. შესაბამისად ის ფორმალური საფუძვლები, რაზეც ფორმალურად უთითებდა პროკურორი ახალი დანაშაულის ჩადენაზე, მიმალვის საფრთხეზე, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე იყო მხოლოდ ფორმალური, ვინაიდან თუ კი ფაქტობრივი საფუძველი არ გაქვს, ანუ მტკიცებითი საფუძველი, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ფაქტობრივად ეს მტკიცებულებად ვერ აღიქმებოდა, ბუნებრივია ვერ გვექნება ფორმალური საფუძველი, ხო? და თან პროკურორი უთითებდა მხოლოდ სასჯელზე, რომ თითქოს გიორგის ემუქრებოდა 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ანუ უადო თავისუფლების აღკვეთა და იმ პირობებში, როდესაც გიორგიმ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფი დედა სახლში ელოდებოდა, რომელიც მასზე იყო დამოკიდებული, ფაქტობრივად დედაც და გიორგიც ერთმანეთის გარეშე როგორც ფიზიკურად, ადამიანურად, ასევე საჭიროებებიდან გამომდინარე ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ და გიორგი ბოლო პერიოდში ძალიან კარგად აღნიშნავდა ამას ყველა პროცესზე, რომ ფაქტობრივად აქციებზე ვერ დადიოდა იმ სიხშირით, რასიხშირითაც მანამდე დადიოდა, იმიტომ რომ დედა ყავდა ესეთ მდგომარეობაში. აი ამ პირობებში გიორგიც უთითებდა, რომ მიმალვის საფრთხე იყო ძალიან დაბალი და საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად ზოგადად ჩვენ სამედიცინო დოკუმენტაციას წარვადგინეთ ძალიან ბევრფურცლიანი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ეტაპზე, რომ გიორგის დედა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გიორგის დედა სახლში ყავდა და სახლში ახორციელებდა ფაქტობრივად მის იმგვარ მოვლას, როგორ მდგომარეობაში მყოფ პირსაც სამედიცინო დაწესებულებაში აჩერებენ, ხო? შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ იყო და ის რომ არა მარტო გიორგის მიმართ, არამედ აქტივისტების მიმართ გამოყენებული პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა უპირობოდ ყველა პირის მიმართ არის გამოყენებული და არც ერთი პირის მიმართ ალტერნატივა არ განხილულა და ალტერნატივად გულისხმობ გირაოს, იგივე შინაპატიმრობას ან სხვა რაიმე სახის მსუბუქ ფორმას აღკვეთის ღონისძიებისა, არც ერთი პირის მიმართ რო არ
გამოყენებულა, მიუთითებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად ხდება შაბლონურად აი ამ აქტივისტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ნუ თუ ვერ მოიძებნა 53 პირს შორის ერთი პირი ისეთი მაინც, რომლის მიმართაც ფორმალური საფუძველი არ იქნებოდა იმ ხარისხით, რაც მაგალითად არ გაამართლებდა პატიმრობის გამოყენებას, ხო? წარმოუდგენელია ესეთი რაღაც, აი ძალიან ზოგადად ნებისმიერი სიხშირით რო ავიღოთ სისხლის სამართლის საქმეები, ისეთ სისხლის სამართლის საქმეებში მოუძებნით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოთი გამოყენების საფუძვლებს, რომ ფაქტობრივად არ გავამტყუნებთ არც ერთ მოსამართლეს რატომ გამოიყენა გირაო. არსებობს გიორგის მუხლს საერთოდ თავი დავანებოთ, სხვა იქ ნაკლებად მძიმე მუხლები, იგივე ქონების დაზიანება, ნივთის დაზიანება, რაც უფრო მსუბუქი სახის სასჯელებით არის და არც ამ პირების მიმართ ყოფილა გამოყენებული გირაო ან სხვა რაიმე მსუბუქი ფორმის აღკვეთის ღონისძიება, ხო? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტობრივად სასამართლოს მიდგომა აქტივისტების მიმართ არის ერთი პრაქტიკის და ეს პრაქტიკა არის ძალიან ძიმე, რომ პატიმრობა შეუფარდონ მიზანმიმართულად აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს თავსაბუთებელი და არაარგუმენტირებული გარემოებებით. ანუ ამ საქმეების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება, სხვადასხვა მოსამართლეების დამოკიდებულება მიუთითებს აჩენს ყოველ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ და სისტემურ, ასე ვთქვათ, ქმედებას და მიდგომას სასამართლოს მხრიდან. და აქ ალბათ ამ მოსამართლეებმაც უნდა იცოდნენ, რომ ის სანქციები, რომელიც უკვე არის კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, არ იქნება მხოლოდ ერთეული და შესაძლებელია სწორედ მათზეც გავრცელდეს როგორც საერთაშორისო სანქციები, ისევე როგორც ვახსენე ის პასუხისგებლობა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ამისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ მათ შეასრულონ მათი ვალდებულება, მათი ფუნქციები ისე, როგორც უნდა შეასრულონ კანონის ზე დაყრდნობით და შინაგანი რწმენით. ერთი უნდა იყოს ყველასთვის კანონი და არ უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა, იგივე პრაქტიკაც კი განსხვავებული ამ აქტივისტების მიმართ, რაც სამწუხაროა, ესე არ ხდება. და ერთი რაღაც აღნიშნა მინდოდა გიორგის საქმეში რამდენიმე დღის უკან სახალხო დამცველმა უпросად სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის სტატუსით მოგვევლინა და მიმართა სასამართლოს ეგრეთ წოდებული ამიკუსი კარგად მოგვეხსენება სახალხო დამცველს უფლება აქვს და არა მარტო სახალხო დამცველს ნებისმიერ ნეიტრალურ პირს მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით და სახალხო დამცველმა კონკრეტული აქცენტები დასვა გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომ გიორგის ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში ძალიან დიდი შეცდომებია, ხარვეზებია და იმედს ვიქონიებ, რომ მოსამართლე რაღაცაში მაინც გაითვალისწინებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომლის ფარგლებში სახალხო დამცველია ამ ეტაპზე, ამ სტატუსით მოვლენილი გიორგის საქმეში. სასამართლო არის ის ხელისუფლების შტო, მოდი ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალი სტატუსი აქვს და მას შეუძლია მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყნის შიგნით და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო ფაქტობრივად გამოდის ბოლო წერტილი და ბოლო ასე ვთქვათ, გამმართლებელი იმ უსამართლობისა, იმ ზემოქმედებისა და ძალადობისა, რასაც სისტემური ხასიათი აქვს უკვე ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს სასამართლო რომ იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, თითოეული მოსამართლე რომ ასრულებდეს თავის ვალდებულებას, არ გვეყოლებოდა არც რეჟიმის პატიმრები, არ გვეყოლებოდა არც ამდენი დაჯარიმებული, მით უმეტეს რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ თითოეული ჯარიმა უკვე 5000 ლარზე არის ასული, ნაცვლად 500 ლარისა, ასევე დამძიმებულია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ეს ყველაფერი ამას ყველაფერს ვერ გააკეთებდა მხოლოდ საგამოძიებო ორგანო, ანუ სამართალდამცავი ორგანო და პროკურატურა, რომ იყოს სასამართლო კანონის ფარგლებში მოქმედებდეს სასამართლო კანონის ფარგლებში, ხომ? ერთი კითხვა მაქვს კიდევ, რასაც აუცილებლად მინდა შევეხოთ. გიორგი დაკავების დროს ახსენებდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული იყოს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი სხეულიდან ნიმუშის აღება. აქ ხომ არ ქონია რაიმე გადაცდომას ადგილი სამართალდამცველების მხრიდან, ხომ არ გაქვთ საჩივარი შეტანილი ან რა რეაგირება ამ ნაწილშიც, რო გვითხრათ. გიორგიმ ბევრჯერ აღნიშნა პროცესიც, რომ ჩხრეკის პროცესში საეჭოდ მოეჩვენა გარემოებები, რამდენიმე გარემოება, კონკრეტულად ერთი პოლიციელი, ხა არსების შესამოსი ბრძანება, როგორ უნდა განხორციელდეს ჩხრეკა და ბუნებრივია, ჩემთვისაც ცნობილია, რომ მათ შორის პირის ღრუში შეიძლება განახორციელოს პოლიციელმა, მით უმეტეს ეგრეთ წოდებული პატაკი თუ აქვთ ნარკოტიკული საშუალების შენახვასთან დაკავშირებით, პირის ღრუში შეუძლია დაათვალიეროს ხელთათმანის გამოყენებით, ისევე როგორც სხვა ორგანოებზე შეეხოს ადამიანს, ხო? რა თქმა უნდა,
უნდა აქაც სტანდარტების დაცვით. გიორგის პირის ღრუში, როგორც თვითონ აღნიშნავს, იმდენად დიდი ხნით და იმდენად საეჭოდ და ისე არაესთეტიურად მოახდინა პოლიციელმა ხელის გამოყენებით დათვალიერება, ანუ რამდენჯერმე გამოუსვა და ძალიან დიდი ხანი გიორგის გაუჩნდა ეჭვი, რომ ხო არ ხდებოდა მისი ნიმუშის ამგვარი გზით მოპოვება, რაც შემდგომ პოვებდა უკანონოდ გამოყენების საშუალებას, იგივე გიორგის ნიმუში შესაძლებელია დაეტანათ ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ საშუალებას და შემდეგ დაელუქათ. უნდა აღინიშნოს აქ, რომ რა თქმა უნდა ეს ეჭვის საფუძველია, მაგრამ ამის შემდგომ, როცა გიორგის თვალითაც არ უნახავს, როგორ შეფუთეს ნარკოტიკული საშუალება, უბრალოდ როგორ დალუქეს, როგორ ჩადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცპაკეტში და როგორ დალუქეს, ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკული საშუალება, ეს ეჭვი უფრო მძაფრდება, ხო, ადამიანის თვალში და ამის შემდეგ მეორე ეპიზოდია ასევე უფრო მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ გადაყავთ გიორგი ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და იქაც განმეორებით ახორციელებენ გიორგის ჩხრეკას. ანუ ფაქტობრივად გიორგის ჩხრეკა გახორციელდა დაკავების ადგილას, სადაც გააჩერეს პირველ ეტაპზე დეტალურად, მაგრამ საჭიროება როცა არ არსებობდა, განმეორებით გიორგის წელზევით გაახდევინეს და იღლის არეში განმეორებით პოლიციელმა ხელთათმანით ისევ საეჭოდ, ისევ დიდი ხნით, ესე ვთქვათ, სიღრმისეულად, გიორგიმ როგორც აღნიშნა, იღლის ფოსოდან სავარაუდოდ მოხდა მისი ნიმუშის წაღება და როცა გიორგიმ პოლიციის დეპარტამენტში მოუწოდა გამოძიებას, რა ის ხელთათმანი, რომლის გამოყენებითაც ჩემი იღლიდან ნიმუში სავარაუდოდ მოიპოვეთ, ჩააგდეთ ჩემი თვალთახვედის არეში ურნაში, რა თქმა უნდა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა, ეს ხელთათმანები წაიღო და სად გაიხადა, სად როგორ მოახდინა, რა გზით მოახდინა და რა მოახდინა აი ამ ხელთათმანით, არ ვიცით. და ბუნებრივია გიორგის აქვს ის განცდა, რომ ერთის მხრივ პირველ ეტაპზე და მეორეს მხრივ პოლიციის დეპარტამენტში, სადაც განმეორებით მოხდა მისი ჩხრეკა, მოხდა მის ნიმუშის აღება, რა თქმა უნდა, უკანონოდ და ამის შემდგომ უკვე რა მოქმედებები განხორციელდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა სამწუხაროდ ის პასუხი ექსპერტიზის და რასაც ველოდით და ნამდვილად არ გავკვირვებია, რომ შესაფუთ საშუალებაში ერთის მხრივ ეს თქვათ აღმოჩნდა გიორგის დნმ, თუმცა პაკეტზე არ აღმოჩნდა მხოლოდ შესაფუთ საშუალებაში და ბუნებრივია ეს არაფერს არ ნიშნავს გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ მომხდარა გიორგის ჩხრეკისას ვიდეო გადაღება და არც ერთი ნეიტრალური პირის დასწრება. ერთადერთი ყველაზე მყარი მტკიცებულება გიორგის სისხლის სამართლის საქმეში იქნებოდა მხოლოდ ნეიტრალური პირის დასწრება ჩხრეკის პროცესში ან ვიდეო გადაღება, სადაც გამოჩნდებოდა გიორგის ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული საშუალება და ის ფაქტი, რომ გიორგის ნიმუში აღმოჩნდა იქ, არ ნიშნავს ეს თქვათ იმას, რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტს ქმნის ეს მტკიცებულება, იმიტომ რომ გიორგი ძალიან კარგად ამბობდა ერთ პროცესზე, როგორ და რა გზით შესაძლებელია პირის დნმ გადავიდეს, ეს ვთქვათ, ნებისმიერ ნივთზე, ნებისმიერ საშუალებაზე, მათ შორის ამაგიდაზე, სადაც შეიძლება ხელითაც არ ვეხებოდა იგივე ტერიტორიაზე, დაახლოებით რამდენიმე სანტიმეტრის წინ, შესაძლებელია დარჩეს ჩემი დნმ-ის ნიმუში. და ამის მიღმა კიდევ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს ჩვენ, რომ გიორგის ნიმუშები დაიტანეს იმ გზით, რაზეც წეღან ვისაუბრე, ან იღლის ფოსოდან, ან პირის მიდამოდან, საერთოდ თავი რო დავანებოთ აი ამ გზით ნიმუშების დატანას და გადატანას, დნმ-ის ნიმუში, როცა ნარკოტიკულ საშუალებას გიდებენ ჯიბეში, სადაც ხელი რამდენჯერმე შეიძლება გქონდეს ჩაყოფილი, ეგრეთ წოდებულ ჩადებულ ნარკოტიკზე შესაძლებელია იქ ჯიბიდან დარჩეს შენი დნმ და ეს არ არის ბუნებრივია, ერთადერთი მხოლოდ ეს მტკიცებულება აქვს საგამოძიებო ორგანოს და ეს ვერ იქნება მყარი მტკიცებულება განსაკუთრებულად გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით დემოკრატიულ სახელმწიფოში, დემოკრატიულ ობიექტურ მიუკერძოებელ სასამართლოს პირობებში, მიუკერძოებელ მოსამართლის პირობებში ეს ვერ უნდა იყოს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი დნმ-ის ნიმუში და შესაბამისად გიორგი ახობაძე ამ სისხლის სამართლის საქმეში რომ კონდეს ყოველ შემთხვევაში ობიექტური სასამართლო აუცილებლად უნდა გამართლეს. თუმცა განსაკუთრებული მოლოდინები სამწუხაროდ ამის თქმა მიწევს, არც მე და არც გიორგის არ გვაქვს ამ სასამართლოს პირობებში. დიდი მადლობა ლაშა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ, შენს წარმატებებს უსურვებ გიორგის, ანატოლის და ჩვენი რეჟიმის თითოეულ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს და ჩვენ სრულიად საქართველოს ამ დიდ ბრძოლაში. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე.
ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო